მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. Adigენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალთან მომხდარ საქმეზე დაცვის მხარის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა რევაზ ველიჯანიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ციტატა თავარი არსი, რამაც ავარია გამოიწვია, არის ის, რომ მიკროავტობუსი გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რაც არის სასიკვდილოდ საფრთხის შემცველი. ველიჯანიშვილმა არალთან მომხდარი ავარიისას მიმდინარე ტერიტორია შეისწავლა და საექსპერტო დასკვნა დადო. დღეს 8 სექტემბერს არალთან მომხდარი ავარიის საქმეზე ველიჯანიშვილი დაკითხეს. მან სასამართლოში აღწერა თუ რა მეთოდოლოგიით და რაზე დაყრდნობით დაწერა საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც საგზაო მოძრაობის წესები, რომელმაც ავარია და არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, მიკროავტობუსის მძღოლმა დაარღვია. მომხდარზე სატვირთოს მძღოლი დააკავეს. პროკურატურა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე აცხადებს, რომ სწორედ სატვირთოს მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და არა მიკროავტობუსის. სწორად ეს განსხვავებული პოზიციები გახდა საფუძველი იმისა, რომ მხარეებმა კომისიური ექსპერტიზის დასკვნები დამოუკიდებლად დაწერეს. რატომ არ მიიღო მონაწილეობა ველიჯანიშვილმა ბრალდების მხარეს მიერ დანიშნულ კომისიურ ექსპერტიზაში? როგორც მას ხდომაზე თქვა, ისინი სწორად ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე პოზიციებში ვერ შეთანხმდნენ. სასამართლოზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები 1 აპრილს დაკითხეს. ორივე მათგანი ირწმუნებოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიკროავტობუსის მძღოლი საპირისპირო ზოლში გადაადგილდებოდა, მისი უფლება ჰქონდა, რადგან მისი სავალი ნაწილი დაზიანებული იყო. ავარიის საქმეზე სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. მომდევნოს ხდომა, რომელიც 29 აპრილს ჩაინიშნა, მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იყო, გამოკვეთილი იყო, რის გამო მოხდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა. ალბათ დასმული კითხვები მთლიანობაში გამოხატავდნენ ამ იმასა და რაზეც მე გავეცი პასუხი. და რა უპასუხე, რომ მოცემული გზის მონაკვეთზე მონიშნები არის გაკეთებული, თუ მძღოლმა როგორ უნდა იმოძრაოს. და მთავარი არსი, რაც ავარია გამოიწვია, არსებული მონიშნების და მოძრაობის ორგანიზაციის წესების მოთხოვნების დარღვევით იმოძრავა მიკროავტობუსმა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რომელიც არის სასიკვდილო საფრთხის შემცველი და იქ უცბად თუ მოულოდნელად თუ ჩვეულებრივ მომოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც თავისი მოძრაობის მიმართულებით ნიშნებით უნდა გამოსულიყო გზაზე და გამოვიდა, იმას შეეჯახა. მომხდარი ავარია ვიდეოთიც აჩამს ჩვენს მიერ გაკეთებული სიმულაციითა და ტექსტობრივად რაც უპასუხე. დღეს გამოიკითხა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ავტორი ექსპერტი. რა თქმა უნდა, ამ ექსპერტიზის დასკვნას იცნობდა ბრალდების მხარე, დეტალურად იცნობდა, არ ვეთანხმებოდით, რა თქმა უნდა, როგორც ტექნიკურ, ისევე სამართლებრივ ნაწილში და პირისპირ ჯვარედინი დაკითხვის დროს დადასტურდა ზუსტად ის გარემოებები, რომ ექსპერტიზის დასკვნა ხარვეზიანია როგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. დღევანდელმა ექსპერტმა, ბატონმა რევაზ ველიჯანაშვილმა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტა ის, რომ მიკროავტობუსი, რომელიც მოძრაობდა ახალციხიდან აბასთუმნის მიმართულებით, აშკარად დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები. იგი გადავიდა მისი სამოძრაო ზოლის საპირისპირო ზოლში, სადაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, შეჯახება მძიმე სატვირთო ავტომანქანასთან, რომელსაც მართავდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი. ბატონმა ექსპერტმა ისიც განმარტა, რომ ფაქტიურად მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც თავისავე ჩვენებაში განმარტავს 30 მეტრიდან დაინახა ამოჭრილი, რომელსაც იგი არ მიიჩნევს რაიმე დაბრკოლებად თავისავე ჩვენებაში, შეეძლო ექსპერტის განმარტებით, რომ გაეჩერებინა
ანდაც უსაფრთხოდ მოეხდინა მანევრი და დაბრუნებული იყო თავის სამოძრაო ზოლში. რითაც ფაქტიურად ყველანაირი საფრთხე და ყველანაირი შედეგი იქნებოდა თავიდან აცილებული. ეს დაადასტურა ბატონმა ექსპერტმა, რითაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გახლავთ ის მტკიცებულება, რითაც ვერ და არ დგინდება სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ბრალეული ქმედება დამდგარ შედეგთან. ჩვენ გიყვებოდით ახალციხეში ფერმერების ნაწილის შესახებ, რომლებიც ამბობდნენ, რომ გაძვირებული სამუშაოების გამო ისინი თავს იკავებენ მიწის ნაკვეთების დამუშავებისგან. ასევე ჩვენს რეპორტაჟში გიყვებოდით ახალ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლის ინიცირებასაც ქართული ოცნების გუნდი აპირებს. გთავაზობთ ჩვენი პარტნიორი მედიის აგროგარემო ტივის რეპორტაჟს, სწორედ ამ პროგრამის ანალიზით. სახელმწიფომ ფერმერებისთვის ახალი აგროპროგრამა წარადგინა, რომელიც 2026 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. ხელისუფლება გვეუბნება, რომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მექანიზმებს აერთიანებს და უფრო მასშტაბურ დაფინანსებას გვთავაზობს. ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახლავთ ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრის შექმნა, სადაც უნდა დარეგისტრირდეს ფერმერი, ეს მისი ვალდებულება იქნება. მისი მიწის ფართობით დარეგისტრირდება, წარმოების მიმართულება, ტექნიკა, მოსავალი და სხვა ძირითადი ინფორმაცია მოიყრის აქ თავს. მთავრობის განმარტებით ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სახელმწიფომ ზუსტად იცოდეს, ვის რა რესურსი აქვს და დახმარება უფრო მიზნობრივად გადანაწილდეს. თუმცა, ბევრისთვის გაუგებარია, რატომ სჭირდება ქვეყანას ახალი ერთიანი ბაზის შექმნა, როცა საქსტატ უკვე წლები აწარმოებს აგროსტატისტიკას და ფერმერული მეურნეობების შესახებ მონაცემებსაც აგროვებს. დარგის ნაწილის შეფასებით, მთავარი პრობლემა მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა კი არ არის, არამედ არსებული მონაცემების სწორად გამოყენება და შედეგიან პოლიტიკაში გადატანა. პროგრამის მეორე მთავარი მიმართულება თანადაფინანსებაა. პროექტის მინიმალური მოცულობა 100,000 ლარი იქნება, მაქსიმალური კი 2 მილიონ ლარამდე ავა. პირველადი წარმოებისთვის სახელმწიფო დაფინანსება მინიმუმ 50% შეადგენს, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი მიმართულებებისთვის 40%-იან მხარდაჭერაზე გახლავთ საუბარი. პროგრამას უკვე მოჰყვა კრიტიკაც. დარგის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა დღეს იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, თუ რეალური ცვლილებები უნდოდათ, ხელისუფლებას ამისთვის 14 წელი ჰქონდა. მათივე შეფასებით, აქამდე არაერთი მილიონი დაიხარჯა აგროსექტორში, მაგრამ შედეგი მოსახლეობამ მკაფიოდ ვერ დაინახა, ვერ იგრძნო საკუთარ შემოსავლებში. ამიტომ ახალი ინიციატივის მიმართ წინასწარი სკეპტიციზმიც არსებობს. ეჭვი, რომ ესეც შესაძლოა მორიგ დაპირებად დარჩეს. ერთ-ერთ მორიგ დაპირებად დარჩეს და არა შედეგიან პროგრამად. ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ეხება შენახვის ინფრასტრუქტურას. დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში ხშირად მოსავალის სეზონზე იაფად იყიდება, რადგან ფერმერებს პროდუქტის შენახვის შესაძლებლობა არ აქვს. ამის ფონზე ქვეყანა ზოგ შემთხვევაში იმპორტზეც გახლავთ დამოკიდებული. სწორედ ამ მიმართულებით პროგრამა ნაწილობრივ პასუხობს ამ კრიტიკას, რადგან თანადაფინანსებაში პირდაპირ არის გათვალისწინებული სამაცივრე მეურნეობები, შემნახველი ობიექტები და გადამამუშავებელი საწარმოები. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად ფერმერს ან ინვესტორს შეიძლება მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სახელმწიფოს დახმარებით. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა გახლავთ კადრების დეფიციტი. დარგს აკლია აგრონომები, ვეტერინარები, ტექნოლოგები და პრაქტიკული სპეციალისტები. სწორედ ამიტომ ზოგიერთ რეგიონში პროფესიონალების უცხოეთიდან ჩამოყვანაც კი უხდებათ. ამ ნაწილში ახალი პროგრამა ნაკლებად კონკრეტული გახლავთ, უნდა ითქვას. საჯაროდ წარმოდგენილ მასალებში პირდაპირ მექანიზმები აგროგანათლების პროფესიული გადამზადების ან სპეციალისტების მომზადებისთვის მკაფიოდ არ ჩანს. შესაბამისად, ეს ერთ-ერთ დაუფარავ სისუსტედ ნამდვილად რჩება ამ პროგრამაში. ასევე ხშირად საუბრობენ მიწის მართვის პრობლემებზეც, როგორიც არის დაურეგისტრირებელი ნაკვეთები, დანაწევრებული მიწები, დაუმუშავებელი ფართობები და სრული ადმინისტრაციული პროცედურები.
პროგრამა ამ მიმართულებით რეესტრის შექმნით გარკვეულ პასუხს იძლევა, რადგან მიწებისა და ფერმერების აღრიცხვა უფრო მოწესრიგდება, თუმცა საკუთრების დავების, იჯარის სისტემის ან მიწის კონსოლიდაციის საკითხზე კონკრეტული ნაბიჯები არ ჩანს. ბაზარზე წვდომაც გახლავთ ერთ-ერთ გამოწვევად დასახელებული. ბევრი ფერმერი ამბობს, რომ პროდუქციის წარმოებაზე მეტად რთული მისთვის მისი რეალიზაციაა, მისი გაყიდვაა. ამ ნაწილში პროგრამა ზოგადად საუბრობს წარმოების ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე, თუმცა კონკრეტული მექანიზმები, მაგალითად ექსპორტის მხარდაჭერა, მარკეტინგი, სარეალიზაციო ქსელი ან ვთქვათ გარანტირებული შესყიდვა ჯერ დეტალურად წარმოდგენილი არ გახლავთ. რომ შევაჯამოთ, ახალი აგროპროგრამა მეტნაკლებად პასუხობს რამდენიმე მნიშვნელოვან პრეტენზიას: ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ინფრასტრუქტურის შექმნას, შენახვას და გადამუშავებას, მაგრამ ღიად რჩება სხვა სისტემური საკითხები, როგორიც არის მაგალითად აგროგანათლება, კადრების დეფიციტი, ბაზრებზე წვდომა, მარკეტინგი, რეალიზაცია, მიწის მართვის უფრო ღრმა რეფორმა. სწორედ ამიტომ დარგის წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროგრამის წარმატება მხოლოდ დაფინანსების ზრდაზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ მთავარი გახლავთ რეალურად რამდენად მივა ეს დახმარება ფერმერებამდე და შეიცვლება თუ არა მდგომარეობა პრაქტიკაში. თემაზე მუშაობას ჩვენ გავაგრძელებთ ბუნებრივია და მომდევნო მასალებში შევეცდებით გაგაცნოთ როგორც სექტორის წარმომადგენლების შეფასებები, ისე უშუალოდ ფერმერების პოზიცია, რა მოსწონთ და რას უწუნებენ ამ პროგრამას, რას ელოდებიან ახალი პროგრამისგან რეალურ ცხოვრებაში, პრაქტიკაში. სამი პირველი, ერთი მეორე და ორი მესამე ადგილი ახალციხელ სპორტსმენებს. ახალციხის მოჭიდავეთა ნაკრებმა ჰარალემ საფრანგეთში 18-19 აპრილს იასპარეზეს. ტურნირში ისინი საფრანგეთის, იტალიის, ბულგარეთის, უნგრეთის, ალბანეთის მოჭიდავეთა გუნდის წევრებს შეხვდნენ. პირველ ადგილზე გასულებმა ფინალურ ბრძოლაში საფრანგეთის და იტალიის სპორტსმენები დაამარცხეს. ტურნირის შედეგების შესახებ ინფორმაციას ჩვენს რედაქციას საქართველოში დაბრუნებული ნაკრების მწვრთნელი ზაზა ვარდიძე აწვდის. ზაზა ვარდიძის ინფორმაციით, ახალციხელის სპორტსმენების შედეგები შემდეგია: ლაზარე კუმარიტოვი პირველი ადგილი, ალექსანდრე ტლაშაძე პირველი ადგილი, ავთო ოთანაძე პირველი ადგილი, დავით ჩოჩიშვილი მეორე ადგილი, ლაზარე ხეთაგური მესამე ადგილი, ლექსო გიგაური მესამე ადგილი. ნელის ცნობით საერთაშორისო ტურნირში კრისტო ლუტეში მონაწილეობას იღებდა 17 ქვეყნიდან 600 მონაწილე. პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის გავრცელების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. შემთხვევა კახეთში მოხდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც პროკურატურა წერს, ერთი დაკავებული ფოტოსურათებს უკანონოდ ინახავდა, ხოლო მეორემ ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა. პროკურატურის თქმით, ორივე მათგანს სასჯელის სახით 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ორ შაბათამდე.